მოგესალმებით ძვირფასებო, პირველ რიგში მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ ხართ ჩემთან ერთად. მადლობა არხის სტუმრებს, მადლობა გამომწერებს და განსაკუთრებული მადლობა მათ, ვინც მიკომენტარებს. ჩემო ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. ასევე მინდა მოგილოცოთ უკვე ჩავლილი დღესასწაულები, ახალი წელი და დღევანდელი დღე 19 იანვარი წყალკურთხევის დღე. ჩემო მინდა გისურვოთ სიმშვიდე, სიხარული, სიყვარული, ჯანმრთელობა და გამთლიანება ჩემო და სიმშვიდე და მშვიდობა. ახლა მინდა შემოგთავაზოთ ასეთი გაშლა, ჩაიფიქროთ პიროვნება და გავიგოთ თუ თქვენ ცხოვრებაში გამოჩნდა ახალი სახე, ახალი პიროვნება, გავიგოთ და ნახოთ მისი ნამდვილი სახე. თუ საინტერესოა მსგავსი თემა, ჩემო გააგრძელეთ ყურება და დარჩით ჩემთან ერთად. მას გაშლა ეხება ახალ გაცნობილ პიროვნებას, ან პიროვნებას, რომელსაც შესაძლოა იცნობთ, მაგრამ არც ისე დიდი ხანია, ან შეიძლება იცოდეთ კიდევაც დიდი ხანი, იცნობდეთ კიდეც დიდი ხანი, მაგრამ მისი ნამდვილი სახე არ იცოდეთ, ხო, ვინ არის, რა არის, როგორი პიროვნება თქვენთან მიმართებაში და მაშინ ნახოთ რას გვეტყვის ტარო, რას გვეტყვის სამყარო ამ პიროვნებაზე, ჩაიფიქრეთ, კონცენტრირდით, წარმოთქვით ბუნებაში მისი სახელი და ნახოთ, ვინ არის ეს პიროვნება, მისი ნამდვილი სახე, ასე ქვია გაშლას, მისი ნამდვილი სახე. ასე. მოდი პირველ რიგში პირველი არკანით გავაკეთოთ თქვენ როგორ ხედავთ ამ პიროვნებას, თქვენი ხედვა ამ პიროვნების მიმართ, რომ მიხვდეთ რამდენად თქვენია ეს გაშლა, თუ დაემთხვა, აღწერა თქვენ თვალით დანახული ის პიროვნება როგორია, მაშინ გააგრძელეთ ყურება, თუ არა და მაშინ დაგვავიწყდება, რომ ეს არ არის საჯარო, ეს არის საჯარო გაშლა, არ არის ინდივიდუალური და ყველასთან არ რეზონირდება, თუ არ დაემთხვა ჩემო ესე იგი დღეს არ არის ეს თქვენი გაშლა და მაშინ შეგიძლიათ უყუროთ სხვა გაშლებს. მაშინ დავიწყოთ თქვენეული ხედვა ამ პიროვნების. იცით რა არის ჩემო მე მინდა გითხრათ, რომ თქვენს თვალში ეს პიროვნება საკმაოდ შეიძლება ითქვას წარმატებული პიროვნებაა. პიროვნება, რომელსაც ფორტუნა წყალობს, ბედი წყალობს, შეიძლება ცოტა ცვალებადი ხასიათით ახასიათებდეთ, ანუ ცვალებად პიროვნებად, ანუ შემჩნეული გაქვთ ის, რომ ხასიათი ადვილად ეცვლება, ერთ წუთს შეიძლება იყოს მხიარულ განწყობაზე, მეორე წუთს შეიძლება რაღაც სიჩუმეში და ვერ მიხვდეთ სიტყვაზე რა ეწყინა, ან რა ესიამოვნა, ან საერთოდ რა დაემართა ამ პიროვნებას. ასეთი ცვალებადი ხასიათის და ცვალებად პიროვნებად ხედავთ. მაგრამ ამავე დროს მინდა გითხრათ, რომ თქვენ თვალში პიროვნება საკმაოდ ესეთი ფორტუნას ბორბალი, იღბლიანი პიროვნება, ფიქრობთ, რომ მას შეიძლება ყველაფერი ადვილად ასე ვთქვათ უვარდება ხელში, ადვილად აღწევს თავის საწადეს, თავის მიზანს, საკმაოდ მებრძოლი და ასევე ის, რომ როდესაც რაღაც კამათში თითქოს უპირატესობა ყოველთვის მის მხარეზეა, ყოველთვის ის ცდილობს, რომ იყოს გამარჯვებული, ასე ვთქვათ და საკმაოდ ცვალებადი ხასიათი აქვს, ხასიათი ცვალებადი აქვს. ეს არის თქვენი ხედვა. ცოტა დაუფიქრებელი ჩემო ვფიქრობთ, რომ ცოტა დაუფიქრებელია თავის ქცევებში, თავის სიტყვებში. შეიძლება უცებ მოგაყენოთ რაღაც ერთ წუთს თუ გასიამოვნებთ, მეორე წუთს შეიძლება უცებ რაღაც გაწყენინოთ და ამას თითქოს ასეთი ცვალებადი ხასიათი და ცვალებადი ქცევები აქვს. აი ასეთ პიროვნებად ხედავთ თქვენ მას. კიდევ როგორია თქვენი ხედვა ამ პიროვნების მიმართ? საკმაოდ ენერგიული, მიმზიდველი, დაინტერესებული თავისი საქმით, თავისი ასე ვთქვათ წარმატებით, საკმაოდ შრომისუნარიანი სხვათა შორის, შესაძლებელია თვლით, რომ ეს პიროვნება რასაც ხელს სწავლებს, ყველაფერი გამოსდის, მაგრამ ამავე დროს ცოტა მეოცნებიც არის, და ცოტა პიროვნება, რომელიც ღრუბლებში დაფრინავს, მაგრამ თქვენთვის ეს პიროვნება, იცით როგორ არის, საკმაოდ შეიძლება არ ვიცი ხა მე ეს პიროვნება ვინ არის თქვენი, შესაძლებელია ეს პიროვნება წარსულში გქონდათ ამ პიროვნებასთან ურთიერთობა, შესაძლებელია არის პიროვნება წარსულიდან და ადრე გქონდათ მასთან ურთიერთობა და რაღაც გარკვეული მიზეზების გამო დაასრულეთ მასთან ურთიერთობა. სწორედ შესაძლებელია ეს მიზეზი იყო ის, რომ ესეთი ცვალებადი ბუნება აქვს, ცვალებადი ხასიათი და მოქმედებები, ჩემო და თქვენ არ გაძლევდათ ეს პიროვნება რაღაც სტაბილურობა,
სტაბილურობის განცდას, შეგრძნებას და ფიქრობდით, რომ აი ასეთი ხასიათის პიროვნება არ არის სათქონო პიროვნება და შესაძლებელია წარსულში აი ასეთი ხასიათის და ცვლილებები, ასეთი ცვალებადი ბუნების გამო ქონდეთ რაღაც ერთი წარსულში ანუ უსიამოვნება, კონფლიქტური სიტუაცია და დასრულებული ურთიერთობა, ასე ვთქვათ. მაგრამ შესაძლებელია, არ ვიცი, ზოგიერთთან ნუ დაგვავიწყდება, ისე გავიმეორებ, რომ ეს არის საჯარო გასულ შემოკარგებო, ზოგიერთისთვის ეს პიროვნება შეიძლება იყოს წარსულიდან მოbrunებული პიროვნება, ზოგიერთისთვის შესაძლებელია პიროვნება, რომელიც რაღაც შემთხვევითობით გაიცანით, რაღაც შემთხვევითი სიტუაციის გამო გაიცანით. Ну, ასეთია თქვენეული ხედვა ყოველ შემთხვევისთვის, თუ გეცნოთ და მიხვდით, რომ ეს გაშლა აი ამ დახასიათებით თქვენია, გააგრძელეთ ყურება უკაცრავად, ყურება გააგრძელეთ, მაშინ ნახოთ, ვინ არის ეს პიროვნება სოციუმში საერთოდ, სოციუმი როგორ აღიქვავს, როგორ ხედავს სოციუმი, ვინ არის საერთოდ. იცით არის პიროვნებას საკმაოდ სტაბილურ პიროვნებად ხედავენ, ანუ სხვების ხედვა ის როგორია. საკმაოდ სტაბილური პიროვნება, ცოტა მოსაწყენი, რუტინული, ერთი და იგივეს რომ რაღაც აი რუტინული, მაგრამ საკმაოდ სტაბილური, მშვიდ პიროვნება, რომელიც მზად არის რაღაც ურთიერთობისთვის, კონტაქტებისთვის, შეიძლება ითქვას კომუნიკაბელური პიროვნება, რომელიც მზად არის, რომ რაღაც თქვენი წინადადება ან მიიღოს, ან შემოგთავაზოთ რაღაც. ну, ასეთი ხედვა აქვს, ანუ სოციუმში ასე ხედავენ, ანუ დადებითი ენერგიები მოდის ამ პიროვნებისგან. დადებითი ენერგიები. მოდი ვნახოთ თვითონ როგორ ხედავს თავის თავს, ეს პიროვნება, თვითონ როგორ ხედავს თავის თავს. ну, თვითონ კვერთხის მეფია, პიროვნება, რომელიც თავისი მიზნის, თავისი სურვილის ასასრულებლად არ დაიხევს, საკმაოდ უშიშარი, მებრძოლი, შეიძლება ითქვას საზოგადოებაში მიღებული პიროვნება, ვნებიანი, ენერგიული, ნახეთ, დასტის ძირზე ქამელეონი, აი აქ ქამელეონი ხო ხედავს, ანუ ცვალებადი ხასიათის ბუნება აქვს, საკმაოდ შრომის მოყვარე, შემოკარგებო, შეუძლია რაღაც, შეიძლება იცით რა ზოგიერთისთვის იყოს ისიც, რომ ეს პიროვნება თავის თავს ხედავს როგორც შემდგარ პიროვნებას, სტაბილურს პიროვნებას, როგორც მებრძოლ პიროვნებას და საზოგადოებაშიც ასეთი შთაბეჭდილებას ტოვებს. სტაბილური პიროვნება, რომელთანაც შეიძლება საუბარი და თავის თავსაც ასე ხედავს, რომ მებრძოლი პიროვნებაა და არავის არაფერს არ დაუწყობს, საკმაოდ ჯიუტი პიროვნება. სინამდვილეში როგორია, მოდი ვნახოთ. მოდი ეს კითხვა ბოლოსთვის შემოვინახოთ. მოდი ვნახოთ თქვენთან რაზე დუმს თქვენთან ეს პიროვნება. ჩემო კარგებო, ეს პიროვნება შესაძლებელია ფიქრობს, რომ წარსულში რაღაც გაუაზრებელი მოქმედებების გამო რაღაც ძალიან ბევრი დაკარგა, შესაძლებელია ძალიან ბევრს ატკინა გული და რაღაც არასწორი არჩევანი, არასწორი რაღაც ქმედებები ჰქონდა წარსულში და ამაზე დუმს. შესაძლებელია აი ეს თავისი რაღაც არა როგორ თქვა, ბავშვური საქციელების გამო, შესაძლებელია ზრდასრული მამაკაციც იყოს ან ქალბატონი, არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ ქცევები ჰქონდეს არაადეკვატური, ანუ ბავშვური რაღაც სულელური ახირებები ჰქონდეს და სწორედ აი ამის გამო რაღაც წარსულში აქვს შეცდომები დაშვებული და აი ამაზე დუმს თქვენთან, რისი ეშინია. მოდი ვნახოთ, რისი ეშინია ეს ცხრიანი ხმალი, შესაძლებელია ცით არის წარსულში ჰქონდა რაღაც პრობლემები, შესაძლოა ჯანმრთელობის პრობლემებიც ჰქონდა, შესაძლოა რაღაც უძილობები აწუხებდეს. მოდი ვნახოთ ეს რაზე აქვს საუბარი. წარსულში ჰქონდა ამ პიროვნებას რაღაც შანსები, რომელიც დაკარგა, შემოკარგებო. შესაძლებელია ეს შანსები დაკავშირებულია რაღაც პიროვნულ განვითარებასთან, ან მატერიალურ რაღაც კეთილდღეობასთან, ან შესაძლებელია, არ ვიცი, შესაძლებელია რაღაც ჰქონდა ამ პიროვნებას რაღაც შანსი წარსულში, რომელიც თავისი სულელური ქმედების გამო ხელიდან გაუშვა ერთი სიტყვით და არასწორი ნაბიჯები გადადგა. კი. ნახოთ რისი ეშინია ამ პიროვნებას, რისი ეშინია.
ყველათ არ გვითქვამს წარსულში ამ პიროვნებას შესაძლებელია ქონდა რაღაც პირად ურთიერთობაში ისეთი ნაბიჯები გადადგმული რომელსაც დღემდე ნანობს და ეშინია ისევ იმის რომ ღალატ ის ეშინია რომ მიჯაჭვული ურთიერთობის რომ ისევ არ შეუყვარდეს ვინმე ისევ თქვათ არ დარჩეს გულნატკენი და იმედ დამსხრეული ასე ვთქვათ და აი ამ ყველაფრის აგრესიის ეშინია ძალადობის ეშინია იმის რომ მისი ოცნებები დაიმსხვრევა და მას ისევ გულს ადგენენ აი ამის შიშები აქვს ანუ ამ პიროვნებას წარსულში აქვს რაღაც სტრესი გადატანილი შემოგარგებო და სწორედ აი ამ გამეორების აი ამ წარსულის გამეორების ეშინია იგივე სიტუაცია რომ არ გაუმეორდეს მოდი ვნახოთ რა სურს მას რა სურს მისი სურვილები მოდი ვნახოთ მისი სურვილები თქვენთან მიმართებაში რა კი თქვენ გიხებათ ეს გაშლა მარტო მისი ნამდვილი სახე არ გვაინტერესებს თქვენთან მიმართებაში ხო რა სურს რისი მიიღება სურს თქვენგან რა სურს თქვენთან მიმართებაში ამ პიროვნებას უნდა შემოკარგებო თქვენთან მიმართებაში უნდა რომ მიიღოს სიყვარული იყოს გამარჯვებული იყოს ანუ ისევ არ გამეორდეს არ დაუშვებს იმას თითქოს ეს პიროვნება რომ რაღაც ტყუილების რაღაც არაკეთილ სინდისიერის აქცილის გამო მისი პირადი ცხოვრება მისი წარმატება კვლავ დაკიდებული კაცის ენერგიებში მოექცეს ანუ ისევ იგივე მდგომარეობაში ანუ არ ჩავარდეს და მსხვერპლი არ გახდეს ისევ რაღაც манипуляციების რატომ ეშინია ასე რატომ ეშინია ამ ყველაფერს ვიღაც ქალის მხრიდან წარსულში რაღაც манипуляციების შედეგად ანუ ვიღაც ქალის მხრიდან არის ეს პიროვნება ძალიან გულნატკენით შემოკარგებო ვიღაც ხმლის დედოფალი იყო მის ცხოვრებაში ვისგანაც იგემა ის სიმწარე რაც დღემდე ახსოვს და მსგავს სიტუაციას ეს პიროვნება აღარ დაუშვებს ანუ თქვენთან მიმართებაში სურს რომ იყოს გამარჯვებული მიაღწიოს თქვენს თვალში იყოს წარმატებული ნომერ პირველი პიროვნება კიდევ მისი ოცნებები რა არის მისი ოცნებები თქვენთან მიმართებაში ну ოცნებები ძალიან ბევრი აქვს იყოს თვითონ საკმაოდ სტაბილურ ურთიერთობაში სტაბილურად კონდეს ყველაფერი მისი ოცნება და არის ის რომ ოჯახზე ფიქრობს უნდა რომ აი სამკუთხედში წარსულში შესაძლებელია ეს პიროვნება იყოს სამკუთხედში და აი ამ სამკუთხედის გამო მან რაღაც ძალიან დიდი ტკივილი განიცადა და აი ეს ყველაფერი უნდა რომ დასრულდეს მისი ოცნებაა რომ ეს ილუზიები აი ეს გაუგებრობები გაურკვევლობები წარსულში დარჩეს და გქონდეს სტაბილური ურთიერთობა მოდი მე ახლა მაინტერესებს გასაგებია მისი სურვილებიც მისი ოცნებებიც რა ვიცი ეშინია ისიც გავიგეთ და რაზე სტუმს ისიც გავიგეთ მოდი ვნახოთ მისი რეალური სახე რას მალავს ყველასგან მისი რეალური სახე წარმოიდგინეთ პიროვნება მისი სახე წარმოიდგინეთ შემოგარგებო და ვნახოთ რას გვეტყვის მისი რეალური სახე როგორია რას მალავს ყველასგან და მათ შორის თქვენგან ეს დაგეხმარებათ რომ იცოდეთ ხო რეალურად ამ პიროვნებისგან რას უნდა ელოდოთ მისი რეალური სახე როგორია მისი რეალური სახე რას გვეტყვის და მოდი გამოვიღოთ მისი რეალური სახე და მოდი ვნახოთ რჩევა თქვენთვის ამ პიროვნებასთან მიმართებაში რჩევა თქვენთვის მაშინ ვნახოთ მისი რეალური სახე ნუ რა გითხრათ შემოგარგებო საკმაოდ პოზიტიური პიროვნება, ცეცხლოვანი პიროვნება, ერთი სიტყვით, მოუსვენარი. შეიძლება ითქვას, ცოტა ეგოისტური პიროვნებაც არის, იმიტომ რომ თავის თავზე უნდა რომ ყურადღების ცენტრში იყოს ყოველთვის, უნდა რომ მასზე ზრუნავდნენ, მისი ოცნებები ასრულდეს, მისი რაღაც სურვილები და მას გაუწიონ ძალიან ანგარიში. მაგრამ ამავე დროს მინდა გითხრათ, რომ პოზიტიური პიროვნება ერთ ადგილას არ ჩერდება, დასახულ მიზანს რაღაცას რომ დაისახავს. ნაბიჯ ცდილობს განახორციელოს. საკმაოდ დადებითი პიროვნება, ენერგიული, დასტის ძირზე დასტის ძირზე როგორი არკანები ამოვიდა რვიანი კვერთხი შეყვარებულების არკანი აქ ხო წარსულში ჰქონდა რაღაც გულისტკენა პარტნიორულ ურთიერთობაში ამ პიროვნებას მაგრამ ცდილობს რომ ამ ყველაფრისგან განიკურნოს ასე ვთქვათ და თავის მიზანს მაინც მიაღწიოს რადგან არ უნდა დაუჯდეს საკმაოდ სტაბილურია ურთიერთობაში ან მიწაზე მყარად მდგარია შესაძლებელი აქვს რაღაც თავისი საქმე სამუშაო არ აქვს მნიშვნელობა ერთი სიტყვით
ფინანსურად დამოუკიდებელია. Ყოველ შემთხვევაში თუ ამ მომენტისთვის არ არის დასაქმებული, ყოველ შემთხვევაში შეუძლია ამ ყველაფერს რომ მიაღწიოს ესეთი პიროვნება. საკმაოდ დადებითი პიროვნება და შრომელი პიროვნება. შრომელი ცოტა ეცით არის შეიძლება პიროვნება ძალიან ბევრ რაღაც სურვილს თავისას ყველას არ უზიარებდეს და რაღაც დაფარული თავისი გეგმები, თავისი ჩანაფიქრებს არ უზიარებდეს. ანუ სიტყვა ძუნწი პიროვნება იყოს, მაგრამ იმდენად მონდომებულია რომ თავის რაღაც ჩანაფიქრები განახორციელოს, რომ ამას რაღაც ეტაპობრივად ცდილობს რომ აი რაღაც ერთი ეტაპიდან მეორეზე გადასვლას და რაღაც აი მიზნისკენ როდესაც ნელა-ნელა ნაბიჯით მიდიხართ. ну შესაძლებელი ეცეთ არის პიროვნება ერთ ადგილზე არც ჩერდება დიდხანს. შესაძლებელია ზოგიერთი იყოს ესეც რომ ხშირად მოგზაურობდეს, უყვარდეს მოგზაურობა და ასეთი თავის რაღაც თავგადასავლები ჰქონდეს, მაგრამ პიროვნება საკმაოდ სტაბილურია. კი, იმისად არის თავისი მიზნისთვის, თავისი რაღაც ოცნებებისთვის, რაღაც როგორ თქვა, ნელ-ნელა მიაღწიოს თავისი ჩანაფიქრები რეალიზებაში მოიყვანოს ნელ-ნელად შემოგარგება. რჩევა რა იქნება თქვენთვის? რჩევა არის ის, რომ კვერთხის პაჟი არის პიროვნება, რომელსაც ყველაფერი აინტერესებს, ინფორმაცია, ყველაფერი რაღაც სიახლე, ანუ თქვენთვის რა არის რჩევა? იყოთ აი ამ კვერთხის პაჟის ენერგიებში, ანუ დაინტერესდით, იყავთ კომუნიკაბელური, შეიცანით, უფრო კარგად გაიცანით, უფრო დაინტერესდით რაღაც ინფორმაციით და ერთი სიტყვით იცით არის ხო, სანამდე რაიმეს მოიმოქმედებ, სანამდე რაიმეს რაღაც მოქმედებაზე გადახვალთ, ჯერ კიდევ შეისწავლეთ ყველაფერი მის შესახებ. დააკვირდით ერთი სიტყვით. აი ეს არის რჩევა თქვენთვის, ჩემო კარგებო. ამით მინდა დავასრულო ეს გაშლა, მადლობას მოგახსენებთ და ნახვამდის თუ მოგეწონათ და თუ რეზონირდა თქვენთან, გამომეხმაურეთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. მადლობა და